გამარჯობა, მე ლილუ ვარ და ახლა საინტერესო ამბებს მოგიყვებით. 2 წელი მტანჯავდა მუდმივი თავის ტკივილი და შემთხვევით აღმოვაჩინე მიზეზი. დაწერა სოციალურ ქსელში გიორგი გასვიანმა. რის შესახებ საუბრობს მსახიობი და ტელეწამყვანი პრაიმ ტაიმის ფეიჯზე წაიკითხავთ. უკვე გიამბეთ ცნობილ ბლოგერზე, რომელიც პლასტიკური ოპერაციის დროს გარდაიცვალა. როგორც აღმოჩნდა, დუნდულების პლასტიკა საქართველოშიც მოთხოვნადი პროცედურაა. ცნობილმა კოსმეტოლოგმა ელენა ვარაზმა პრაიმ ტაიმს დეტალურად უამბო, რის გამო შეიძლება დაღუპულიყო ახალგაზრდა ბლოგერი. ქალის გადარჩენა შესაძლებელი უნდა ყოფილიყო, ამბობს კოსმეტოლოგი ინტერვიუში, რომელიც პრაიმ ტაიმის გვერდზე წაიკითხავთ. UFC-ს სუპერ მსუბუქი წონის ჩემპიონი საქართველოშია. მერაბ დვალიშვილთან ერთად საქართველოს კიდევ ერთხელ ესტუმრა ცნობილი ჟურნალისტი და UFC-ს პრომოუტერი ნინა დრამა. რუსპავი 2-ის მეგა შოუ საქართველოს ხმის მეორე სეზონის გამარჯვებული დათუნა მესტვირიშვილი გახდა. ფინალისტმა გიორგი ლაფაშვილმა კი თავის რჩეულს ხელი სცენაზე სთხოვა. მომღერალი სოფო ბედია მის გარშემო აგორებულ სკანდალს გამოეხმაურა და მხერდამჭერებს მადლობა გადაუხადა. ტელეიმედის ასაახლაწლო ეთერში სოფომ სერიალ პრისიონერას საუნდტრეკი შეასრულა, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მიხარია ასეთი გამოხმაურება, დაწერა მომღერალმა სოციალურ ქსელში. ბრუნო მარსმა ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულა. ის შესაძლოა მარტში გამოვიდეს. პირველი სინგლს კი უკვე 9 იანვარს მოვისმენთ. გერმანიაში 10 ცხვარი სუპერმარკეტში შეიჭრა. პატარა ქალაქ ბურგსინში ცხრები ფარას მოსხდნენ სუპერმარკეტში გასეირნება გადაწყვიტეს. კომპანია არ აპირებს პრეტენზია წარუდგინოს მწყემს, რომელმაც 40 ცხვარი ვერ გააკონტროლა. ამ და სხვა ბევრ საინტერესო ამბავს პრაიმ ტაიმის გვერდზე წაიკითხავთ. მე კი ბედნიერ განწყობას გისურვებთ. შეხვედრამდე.